აი ახლა ძალიან კარგი რამე თქვა, რომ ვიცი რაღაცა პერიოდის მერე ვინანებო, რამდენჯერ ყოფილა ჩემ შემთხვევაშიც, აი ან ნისიმე ან რაღაცას მთხოვენ და მე რამეს ვაკეთებ, არაფერს მნიშვნელოვანს და ეს თამაში მეზარება და აუ კაი რა, მაგრამ მე დავფიქრებულა რომ 10-15 წლის მერე აქეთ მომიწევს ხვეწნა ჩემ შვილთან, რომ აუ მოდი რა რაღაცა ჩემთან ერთად, იმიტომ იმას უკვე თავის სამყარო ექნება და რატო არ ვიყენებ ამ დროს? განარას ვაკეთებ, ისეთ ტელეფონი რო გადავდო და რაღაც უაზრობა მიზეზს მოიგონებ ხოლმე. ხო, რა თქმა უნდა, როგორც წესი თავარი მიზეზი არის დაღლილი ვარ. არ და ხშირად ყოფილი არ ვარ დაღლილი, უბრალოდ მეზარება რომ იმასთან ერთად დავჭიდე და რაღაც დავყავ. ურაკა მეთამაში. ხო. არა და მნიშვნელოვანია. მოდი უფრო რაღაცა დაგეხმარებე მაგამოში რომ მეზარებაც არ არის, რაღაც თითქოს განწყობა არა გვაქვს. ეგეც არის. ამ პოლარიზებულ სამყაროში, ამდენი დაძაბულობა არის, გინ სოციალურ ქსელებში, გინდა ქუჩაში გახვალ რაღაცა ვერ არის თლად ისე რომ უნდა იყოს და აი ამაზე 1000 გვარ რაღაც ფიქრზე, ყოფით ცხოვრებაზე და უცებ ბავშვს საერთოდ არ აინტერესებს არც პოლიტიკა, არც ყოფითი ცხოვრება, არც რა ვიცი, არაფერი, გარდა იმისა რომ რაღაცა უცებ მოვიდა მამა სახში და ნაპერწკალი აენთო და კაგიზგიზ და ცეცხლი და ჩვენ არ დავხვდით ასე რომ ვთქვა შესაბამისი განწყობით და ეს უნდა გამოვასწოროთ მე მგონი რა ვიცი ერთგვარი შეფასებითი ამბავი გამოგვივიდა რომ შევაფასოთ აი მამები ვართ და კარგი იქნება შვილებთან მეტი ურთიერთობა პირადული გვინდა არ გვინდა მოქმედებს ეს გარემო ხშირად მახსენდება ხოლმე 4 წლის იყო ჩემი უმცროსი გიო რუსთაველძე მისეინებდა დედამისთან ერთად და კითხა რომ ყველა ესეთი დაბღვერილი 4 წლის ბავშვმა შეამშა ყველა დაბღვერილი რატო დადისო ძალიან გამიკვირდა ეს რომ აღიქვა არ ვიცი 4 წლის ასაკში მაგრამ 4 წლის ბავშვმა შეამშა რომ ყველა დაბღვერილი დადის და მით უმეტეს უფროსებზე როგორი მოქმედებს ეს რა ეხლა რაღაცა თავს ვიმართლებ მე მგონი იქით ვიმართლებთ ხო მაგრამ